პეკინის გამზირზე შესაძლოა საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდეს. ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის ერთი თვის წინ დაიწყო. მერის გადაწყვეტილებით აქ იცვლება ყველაფერი. მიწისქვეშა კომუნიკაციებიდან გზის საფარამდე. სრულიად სხვა პეკინის გამზირს მივიღებთ ძალიან მალე, რომლისას ძალიან დიდი კმაყოფილება იქნებიან მოსახლეობა. როგორ იქნება განახლებული პეკინის გამზირი? ქალაქგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მთავარია ქუჩა იყოს კომფორტული ქვეითებისთვის და არა ავტომობილებისთვის. ქვეითი, ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს პირადი ავტომობილები. ასეთია ზურაბ ბაქრაძის ჩამონათვალი ქუჩაში მოძრაობის პრიორიტეტულობის მიხედვით. იდეალური ეს არ იქნებოდა, მაგრამ მირჩევნია, რომ პეკინზე აღადგინონ ორმხრივი მოძრაობა, გააკეთონ რაც შეიძლება მეტი გადასასვლელები მიწის ზემოთ, მიწისქვეშა გადასასვლელები საერთოდ დახურონ და მით უმეტეს ეს ხიდები გააუქმონ მთელ მაგ რეგიონში და ამით გაუჭირვონ იქ მოძრაობა ტრანსპორტს. და რომ გაუჭირდებათ, მერე დაიწყებენ ფიქრს იმაზე, როგორ შეამცირონ ეს პრობლემა. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიის 3 სამსახური მუშაობს. ტრანსპორტის, გამწვანების და კეთილმოწყობის. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გია კუბლაშვილი ამბობს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი როგორი იქნება განახლებული პეკინის გამზირი, თუმცა განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს. ერთ-ერთი ასეთია ქუჩის გაცალმხრივება. ერთი, რასაც ის დანამდვილებით ამბობს, არის ის, რომ იქნება ავტობუსებისთვის ცალკე გამოყოფილი ზოლი ქუჩის ორივე მხარეს. ეს იქნება ძალიან კარგი შედეგის მიმღები. თუ კი მოხდება სამხრივი გაცამხრივება და არა მარტო პეკინის, არამედ კოსტავას და შარტავას ქუჩებით შეუერთდება მოძრაობას და ეგრეთ წოდებული სამკუთხედი შეიკვრება, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ბასლაინები და ველობილიკები, რომელიც რაღაც წუთების განმავლობაში შეიძლება მოსახლეობას გაიაროს, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ორი მიმდებარე ტერიტორია. მერის სამსახურებთან პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გეგმის განხილვის პროცესში ჩართულია ორგანიზაციის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის წარმომადგენელი გელა კვაშილავაც. მისი თქმით, გაცალმხრივება მოძრაობას კი არ განტვირთავს, არამედ კიდევ უფრო გადატვირთავს, რასაც მოყვება მეტი ხმაური და ჰაერის კიდევ უფრო დაბინძურება. აი წარმოდგენილ გეგმაში ახალი რაც არის, ის არის დაუშვათ ველობილიკი. კარგია ეს არის, თუმცა ამ ველობილიკს შედება გაგრძელება და ფაქტიურად მისი კავშირების შემდეგი აი რამდენიმე კილომეტრის შემდეგ არ ჩანს. შეთავაზება არის ესეთი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს პრიორიტეტი, ორივე მხარის მოძრაობა აქ ერთი, მეორე ქვეითებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი გახდეს, რომ ორივე მხარეს შეეძლო დაკავშირება, ძალიან განიერი ქუჩა 27 მეტრი. მეორე იყო სამანქანო მოძრაობაც ორივე მხარეს, მაგრამ ორზოლად და არა 4 ზოლად. როგორი იქნება მოძრაობა პეკინის განახლებულ ქუჩაზე, მერიას ჯერ არ გადაუწყვეტია. როგორც გივი კუბლაშვილი ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ 22 ივლისს უნდა მიიღონ. 10 სექტემბრისთვის პეკინის გამზირზე მოძრაობა უკვე განახლდება.